გამარჯობა, ჩემი სახელი არის დუდი, მე ვარ MMA ჟურნალისტი და ბლოგი She Loves the Gloves ავტორი და ნახოთ, დღეს იმედია ძალიან ბევრ ბარბარიზმს არ გამოვიყენებ და რაღაც კითხვებზე წესიერად გიპასუხებთ. Dana White, ოდესღაც თმა რომ ჰქონდა, იცოდი? ხო, გამიგია. ბევრად უფრო გამხდარიც იყო და რაღაცნაირი სულ სხვანაირი ტიპი. UFC თბილისი, რამდენად რეალურია? UFC თბილისი ალბათ არა, მაგრამ UFC Fight Night თბილისი ალბათ უფრო რეალურია. UFC თბილისი იქნებოდა pay-per-view ღონისძიება, ეგრეთ ვთქვათ, ტურნირი, რომელიც სულ სხვა ლოჯისტიკას, ეგრეთ ვთქვათ, ორგანიზებას მოითხოვს, სადაც 18,000-მდე ადამიანზე გათვლილ დახურულ არენას, ან მოედანს, ალბათ ამ მომენტზე და ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება. მუსიკა, რომელიც ring walks განსაკუთრებით უხდება. მე მაგაზე სხვადასხვა ნაფიქრიც მაქვს, უეჭველი გამოვიდოდი ან Witcher-ის რომელიღაც საუნდტრეკზე, ან Wordruna-ზე, ესეთი ვიკინგური მუსიკა. სხვათა შორის ილიას Walkout სიმღერა ძალიან მომწონს. თითქოს ხო არ არის საბრძოლო სიმღერა, ხო ეს მარიაჩის ისა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ასწორებს რა. ძალიან კონტრასტულია ახლა სანდროს გამოსვლის სიმღერასთან. იმიტომ რომ სანდრო გამოდის გლადიატორის საუნდტრეკზე და ეს მართლა ისეთი ცოტა ჩაჭერა სიმღერაა და ილია ისეთ ესპანურ ტაშპანდურაზე ეგრე გამოდის. ილიას მსუბუქწონაში დებიუტს მახაჩევის წინააღმდეგ ისურვებდი, თუ ჯერ რომელიმე კონტენდერთან? აბსოლუტურად ნებისმიერ top 5-დან ნახავდი ილიას, თუნდაც შარლზ ოლივერასთან ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნებოდა, ისლამთან ცალსახად, არმანთან, გეიჩისთანაც საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ეგ ისე როგორც მაყურებელს, მაგრამ ისე როგორც ადამიანს, ვინც ამ სპორტში ასე თუ ისე ჩახედული არის, რა თქმა უნდა, როდესაც კამარს ტოვებ შენინებით და წონაში ასვლას ვცდილობ, მე ვფიქრობ, რომ უნდა აჩხობონ ისლამთან, უნდა მისცენ პირდაპირ სატიტულოს შანსი. ისე ეგ როგორ ხდება ხოლმე? უბრალოდ ფიზიკურად უჭირს იმ წონაში დარჩენა და წვალება და აღარ უღირს, თუ უბრალოდ მოწყინდა და თუ ორივე ხდება, ორივე შემთხვევა და სხვა წონაში უნდა. ზოგადად ამ სპორტიდან ადამიანს არაფერი არ გააქცევს იმაზე სწრაფად, ვიდრე წონის კლების პროცედურა და უმეტესობა, როდესაც სპორტს თავს ანებებს, რეალურად აი ამ პროცედურას თავს ანებებს და არა უშუალოდ სპორტს რა. ილიას შემთხვევაში რაც საინტერესოა, აი, როდესაც მისი დოკუმენტური გამოვიდა და ვუყურე, მან პირველი კადრები იყო ჩასმული წონის კლება ჯერ კიდე ჯოშ ემეტთან ბრძოლისთვის. და იქაც უკვე ძალიან უჭირდა წონის კლება. და პლუს კიდე ხო, თავისი ამბიცია იმის, რომ როგორც თქვა, სამი კამარი უნდა. რა ძირითადი განსხვავებაა UFC-სა და სხვა მის მსგავს ორგანიზაციებს შორის? ის რომ UFC უკონკურენტოა და უკონკურენტო იქნება ჯერ კიდე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თუ რამე არ შეიცვალა, რაც ამერიკაში კანონების დონეზე. მიიჩნევა, რომ საუკეთესო მებრძოლები UFC-ში არიან და ყველა ეგეთი მებრძოლი, თქვათ, ყველა არა, მაგრამ თქვათ, რაც 90% არის ექსკლუზიურ კონტრაქტზე. UFC არის ფაქტობრივად MMA-ის სინონიმი დღეს, ხო? რასაც სხვა ორგანიზაციები სამწუხაროდ ვერ იტყვიან. მერაბის გრუვი როდის იწყება? მერაბის გრუვი იწყება მაშინ, როდესაც იწყებს ცოტა ისეთ ცანცარს, რასაც ვეძახით, ხო? და ცანცარში რას გულისხმობ რა, როდესაც თითქოს თამაშში გადადის ჯგუფი. პუბლიკაზე თამაში, ხო, როდესაც იღიმის, რაღაც ენის გამოყოფას იწყებს და ასე შემდეგ და მე მართლა ვფიქრობ, რომ მე თუ ვარ მერაბ დვალიშვილის ოპონენტი და ამას შევამჩნევ ბრძოლის დროს, ესეთი რეაქცია უნდა მქონდეს და ცოტა ისეთი წითელი სიგნალები უნდა ამენთოს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თავისი კომფორტის ზონა იპოვა. როდესაც შენ ბრძოლაში კომფორტულად ხარ, ანუ ბევრად უფრო ნაკლები ენერგიაც გეხარჯება რაღაცებზე და ეგეც არის. რა მისი სუპერძალის ერთ-ერთი ნაწილი ეგეც არის. რითი აიხსნება ტონი ფერგიუსონის ზედიზედ 8 მარცხი? კარგი კითხვაა, ხო. ალბათ იგივე მიზეზით, რა მიზეზითაც აიხსნება მისი ზედიზედ 12 გამარჯვება მანამდე. ზოგადად იმისთვის, რომ მებრძოლი იყო ესეთ ელიტარულ დონეზე, უნდა იყოს ცოტა დელუზიური ტიპი, ანუ შენს დელუზიებში ცხოვრობდა, ეგრე ვთქვათ, ხო? ტონი იყო ერთ-ერთი მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება, ანუ ყველაფერი რაც გაწუხებს, ან ტრავმა იქნება ეს, ან დაღლა, ან მსგავსი რაღაც დისკომფორტი დაიკიდო, ეგრე ვთქვათ, და უბრალოდ ამ მიუხედავად ყველაფრის გააგრძელო, ხო? მაგრამ რაღაც მომენტში ეს ძაფი აუცილებლად გაწყდება. ახალ ზელანდიაში როგორ მოხდი? ჯერ მან მოხდა დედაჩემი.
დედაჩემი ჩავიდა, ძალიან მოეწონა და მე აღარასდროს აღარ გაჩვენდა ამ ქვეყანას. მოკლედ იმდენად მიჯიკა, რომ წადი, უეჭველი მოგეწონება და რომ ვიყიდე ეს ბილეთი, ჩავედი და მართლა შემიძლია დარწმუნებით ესე თქვა, რომ ამაზე მაგარი ადგილი არ მეგულება. მოსაწყენი არ არის? საერთოდ არა, კუნძულზე რო ხარ გაჭედილი საუკუნეების განმავლობაში, აი რა გართობის რა გზებიც არსებობს, ყველაფერი ტიპებს აქვს რა, ყველაფერი მოიგონეს. შენი საყვარელი მებრძოლი, რომელსაც ქამარი არასდროს მოუგია. ცოტა რთული იქნება დავისახელო ვინმე დასტინ პორიეს გარდა. დროებითი ქამარი ჰქონდა, რა თქმა უნდა, ისევ და თითქმის ყველაფერს მიაღწია ამ სპორტში, რაც გინდა რომ მიაღწიო, აი გარდა ამ undisputed ეგრეთ ვთქვათ ტიტულის გარდა. შერეულ ორთაბრძოლებში ჯიუ-ჯიტსუს მნიშვნელობა ცოტა ხომ არ დაეცა? თუ ისევ მასთია? მასთი ყველა შემთხვევაში არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ არსებობს ისეთი დისციპლინა დღესდღეობით, რომელსაც არ უნდა დაუთმო ყურადღება. რაც შეეხება ჯიუ-ჯიტსუს დაემართა ის, რომ თავიდან ძალიან ცოტა მიცოდა ჯიუ-ჯიტსუ ზოგადად და შესაბამისად როგორც კი ბრძოლა პარტერში გადადიოდა, თუ შენ კარგი ჯიცერი იყავი, ფაქტობრივად მოგებული გქონდა და ეხლა უკვე ცოტა სხვანაირად შეიცვალა ეს დინამიკა, რომ ისევ და ისევ ამ ფუნდამენტურ საბაზისო დონეზე ბევრმა ადამიანმა ისწავლა. თუნდაც შეიძლება მაგალითად შავი ქამარი არ იყო, ხო, მაგრამ იცოდე როგორ დაიცვა თავი ძირითადი საბმიშენებისგან, ხო? საყვარელი ჯიმი თბილისში. რომელიც ჩემს სახლთან ახლოს. ბავშვობაში რა გინდოდა რომ გამოსულიყავი? ესე იგი, ერთი ის ვიცი რომ ექიმობა არ მინდოდა ნამდვილად, იმიტომ რომ აი ვიცოდი რომ მაგის შანსი არ იყო, სხვებზე აი ნაკაწრს დანახვაც არ შემიძლია. მინდოდა რაც ერთ მომენტში მგონი ვეტერანარობა, იმიტომ რომ ისინი მიყვარს რა, ცხოვრები მევასება და მათთან მუშაობა, მაგრამ ისო და ისო მათი ჭრილობები და რაღაცები აი ცოტა ზეუკაცრავად ნაკაწრს ვერ უყურებ და ამ სპორტს უყურებ? ხო. დასისხლიანებულ ადამიანებს? ამ სპორტს ამის გამო არ უყურებ, ამაშია საქმე. ამ სპორტს ზუსტად მაგიტომ უყურებ, რომ ანუ აი ეს violence რაც არის, ხო, ეს აგრესია და რაღაც რა, აი ძალადობა, ეგ საერთოდ ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი არის ჩემთვის, აი. ჩემთვის ამ სპორტში სხვა რაღაცები არის მიმზიდველი, ეს ისტორიები და რაღაცები. მაგრამ ხო, ეს ძალიან დიდი პარადოქსი რო არის, ხო, ცხოვრებაში პირველად დავფიქრე. შენი საყვარელი UFC რაივალი? ნამდვილად არა ხაბიბ კონორი. ნამეტანი იყო ჩემთვის ეგ. ზოგადად არ მიყვარს, როდესაც კულტურულ, რელიგიურ და ეგეთი თემებზე გადადიან. ამოწინა პერიოდი იყო ნამეტანი ტრეშტოკის. ხო, ბრძოლაც რავი, და მე ბრძოლის მერე რაც მოხდა, ხო? ამიტომ ალბათ ყველაზე ისეთი მწვავე იყო ჯონსი დისი. ჯონ ჯონსის და დენიელ კორმიეს შორის, იმიტომ რომ მან მგონი გამოჩნდა ძალიან კარგად ჯონ ჯონსის ნამდვილი პიროვნება. ერთ-ერთი ინტერვიუს ჩაწერის დროს ჩაწერა დაიწყო იქამდე სანამ ჯონს შეატყობინეს და მიკროფონის ჩართული ჰქონდათ და რაც დისისთან ინკლაუბდნენ ეგრეთ ვთქვათ და მან გამოჩნდა თითქოს მისი ნამდვილი ბუნება ეგრეთ ვთქვათ რა. უბრალოდ გული მწყდება რომ ბევრ ახალ გულშემატკივარს ეგ გაგონილი არ აქვს. რატომ გვდება კრივი? ბევრი ამბობს, რომ კრივი არის მაგარი დისფუნქციური, როგორც ინდუსტრია. მაგრამ იდეაში ეგ შემთხვევითი არ არის. ამერიკაში გვაქვს ეგრეთ წოდებული ალი აქტ, კანონი, რომელიც მოკრივეთა უფლებებს იცავს, რომ მაგალითად პრომოუტერს არ აქვს უფლება საკუთარი ქამარის შექმნას, როგორც მაგალითად UFC მაგას შვება, ხო? რეალურად UFC-ს ქამარს ფასი არ აქვს რეალური. იმიტომ რომ UFC-ს დაწესებული ქამარი აქვს. ეგრე მე შემიძლია ქამარი შევქმნა, დუდის ქამარი დავარქვა და თქვა რომ ძალიან მაგარია. მაგრამ რეალურად ანუ სხვა ორგანიზაცია თუ არ აღიარებს მაგას და რაღაც ანუ კომისია თუ არ აღიარებს, ანუ მან დიჭრები რა. მაგრამ მეორე მხარეს ის არის რომ თუ კრივის ვარსკვლავი ხარ და თუ შენს უფლებებს სათანადოდ იცავ, გაქვს ძალიან მაგარი ჰონორარები. ამაზე არც ერთი MMA ვარსკვლავი ვერც კი ოცნებობს, თუნდაც კონორ მაკგრეგორის ჩათვლი, ხო? იმიტომ რომ ყველაზე დიდი payday რაც იყო და ყველაზე დიდი ჰონორარი ისე და ისე Floyd Mayweather-თან ჩხუბით იპოვა. ამიტომ რთულია იმის თქმა, რომ კრივი კვდება. საყვარელი კონსპირაციის თეორია. ალბათ იმაზე, რომ დედამიწა ბრტყელია, რავი, ანუ იმდანაც სისულელეა, რომ არის თან სხვათა შორის MMA მებრძოლებში ხშირია ამ კონსპირაციული თეორიის ისეთი ადამიანები, რომელსაც ამ თეორიის ჯერათ, თან ბრაზდები, მაგრამ თან ვერთობი რა.
ადესანიასთან ინტერვიუს შესათანხმებლად ბევრი იწვალე. საერთოდ არ მიწვალები. და ალბათ ყველაზე დიდი პარადოქსია ყოველთვის ვამბობ, რომ ზელანდიაში გაკეთებული 3 ინტერვიუ იყო ეს ადესანიასთან, მის მწვრთნელთან და დენ ჰუკერთან. ყველაზე მარტივი რაღაც იყო და ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე თუნდაც ქართულ მებრძოლთან ინტერვიუს რაღაც ჩანიშნა არის რა, იმიტომ პირდაპირ უბრალოდ დარბაზში მივედი, თქვი რომ საქართველოდან ვარ და მეთქი ძალიან გაასწორებს თუ ვინმე იქნება და რამდენიმე წუთი დამითმო თუნდაც ადესანიამ, მისმა მწვრთნელმა რაც 1 საათი მელაპარაკა თითქმის. ილია თოფურია ჩემპიონი რო გახდებოდა საიდან იცოდი? 2 წლის წინ 2022 წელს, მგონი ხო აპრილში იყო ეგ ამბავი, თბილისში იყო ჩამოსული და შემთხვევით შემხვდა სტამბაში. უბრალოდ აი რაღაცის თქმა მინდოდა მისთვის რაღაც და ნუ გულწრფელი ვიყავი ძალიან და ვუთხარი რომ ჯერ ამართლა რომ ჩემპიონი გახდები. 2 წლის მერე ძალიან საინტერესო არის ეს ხო რომ იყო ჩამოსულიყო საქართველოში პირველად ჩამოიტანა ეს კამარი და მე მის საპირისპიროდ ვიჯექი და ინტერვიუს ვიღებდი მისგან და ბოლოს ამ ინტერვიუს ბოლოს ეგ ვუთხარი ზუსტად რა რომ ერთხელ იმას რა თქმა უნდა აღარ ახსოვდა რამდენ ადამიანს ხდება ეგრე ხო და ეგ ვუთხარი რომ მეთქი ჩვენ ერთხელ უკვე შევხვდით ერთმანეთს თქო და ასე და აი ეს ძალიან საინტერესო მომენტი იყო ამ ინტერვიუს დაგვირგვინება ეგრე ვთქვათ და იმედია ეგეთი ინტერვიუ წინ არაერთი გველის და ამ ინტერვიუების ნახვა რა თქმა უნდა ჩვენს არხზე შეძლებთ ამიტომ გამოიწერეთ და დაელოდეთ საინტერესო სიახლეებს